გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ახალი წელი რომ მოდიოდა ადრე, ხო? მეტი გაჭირვება იყო, უშუქობა იყო, ანდახან უპურობაც იყო 90-იანების პირველ ნახევარში განსაკუთრებით. ძალიან სერიოზული პრობლემები იყო საქართველოში და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხო, ადამიანებს მეტი ხალისი ჰქონდათ, მეტი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, მეტი მოლოდინი იყო, რაღაცა იაცის იმედი არსებობდა და მეტი ხალისი იგრძნობოდა რა ქვეყანაში და ასევე ტელევიზიაში იმიტომ იყო სასიამოვნო ახალი წლის მოახლოება, რომ შუქი იქნებოდა და ახალი წლის ღამეს ან იუმორინა იქნებოდა, ან რაღაცა კარგი კონცერტი იქნებოდა, იუმორისტული გადაცემები, რაც იმ რთულ პერიოდში მაქსიმალურად განმუხტავდა ადამიანის გონებას და რაღაცას იმედით შეხედავდა და თან ისეთი კორიფეები იყვნენ, როგორიც იყო მაგალითად გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე და ნამდვილი მსახიობები და ნამდვილი იუმორისტები და არა ესეთ რაღაცა ორღობის ისინი რო არიან, რა ქვია, შოუების წამყვანები და რაღაც ცნობადი სახეები და რაღაც ბოდვა და მაინც რაღაცას იმედით უყურებდა ხალხი. ეხლა მის მერე დიდი დრო გავიდა, უშუქობის პრობლემა არა, ყოველ შემთხვევაში არც პურის პრობლემა არა, ხო, არც ახლა ისეთი გაჭირვება არ არის, როგორი გაჭირვება 90-იანებში იყო, ხო? მაგრამ ადამიანებს საერთოდ ხალისი, იმედი მომავლის, რაღაც ხვალინდელი დღის, მომავალი წლის, რაღაც არავის არის ახალწლება, არავის ხალისი არ აქვს, არავის რაღაც კარგის მოლოდინი არ გააჩნია და რაც შეეხება ეხლა ტელევიზიას და რაც შეეხება ამ გასართობ გადაცემებს, ეს გასართობი გადაცემები ახლა საერთოდ პრაქტიკულად ჯერ ისედაც არ არსებობს, რაღაცა უმდაბლესი დონე არის, რაღაც one show-ების და რაღაცების დონეზე არის დასული. უგემოვნო, პრიმიტიული, არანაირი კავშირი იუმორთან, სარკაზმი, დაცინვა, შეურაცხყოფის მიყენება, გესლი ერთი მეორეში. ეს ერთი და მეორე, აი, რაშია კიდე იცით საქმე, ეს შოუები უკვე აღარ გახდა საჭირო, იმიტომ რომ ქვეყნის ცხოვრება, ეს საზოგადოებრივი ცხოვრება მთლიანად გახდა შოუ და მთლიანად გახდა რაღაცა იუმორისტული იმის ნაწილი, აი უფასო კონცერტი გახდა რა, ასე რომ ვთქვათ და ძალიან მოჭარბებულადაა ახლა ეს ყველაფერი საქართველოში, ამიტომ ასეთი შოუები, რომლებიც იდგმება ზოგადად ქვეყანაში, განსაკუთრებით მომრავლდა და საახალწლოდ, იმიტომ რომ აქ ორი რაღაცა არის, ჯერ ერთი ახალ წელს თავისი ეფექტი გააჩნია მაინც, რაღაც ახალი ცვლილებებით უნდა დაიწყოს და მერე და მეორე ახლა ამ გაშიმშილებულ და გაძვალტყავებულ ადამიანებს კიდე რო უყიდიან სამშობლოს და არაბებით რო უნდათ გადაავსონ ეს ქვეყანა და ალბათ მაგათი ახალი წელია სულ სხვანაირად ითვლება და მუჰამედის დაბადებიდან არის 1500 რაღაცა არის და ამ პერიოდში სანამ გადაფორმატდებოდეს ყველაფერი, აი ასეთი რამით გვამახსოვრებიებენ თავს. მალე დამიჯერეთ ეს ახალი წლის ეს მოლოდინით შეიცვლება და შეიძლება დეკემბერი საერთოდ არ იყოს, იმიტომ რომ აბორიგენი მოსახლეობა საქართველოში აღარ რჩება და რა რჯულის და ტრადიციის ხალხით ჩამოვა, იმ რჯულის და იმ ტრადიციით იქნება შემდეგ ქვეყანაში ახალი წელიც და ყველა დღესასწაული. და ახლა ამ საახალწლოდ გაგვიდგეს ახლა ახალი შოუები და ის რომ თურმე ხელისუფლებას ზრუნავს ხალხზე, რომ თურმე ხელისუფლებას აქვს ჩანაფიქრი საიმისოთ, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესი გახადოს და არ ინდობს არც მის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და არც ძველ დამნაშავეებს და ეს ლილუაშვილის და ახალაიას საქმეებს გულისხმობ და სუსი უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეითავსა, ესე იგი ანტიმონოპოლიური სამსახურის ესა რა ქვია ფუნქცია და
უკვე ჩაერთო პირდაპირ ფასების რეგულაციაში და სხვათა შორის რაღაცა მეყასბეები დაუჭერიათ კიდე დღეს როგორც თქვეს რომ მეყასბეები დაიჭირეს თურმე რაღაცა არასწორი დოკუმენტაციას გაცემდნენ თურმე და აი აღმოიფხრა ხორცის პრობლემა და რაღაცა ბოდვა ატეხილი და ამ ფასებთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესო არის ეს ფენომენი, რომელიც ფენომენიც 13 წლის თავზე, უკვე მე-14 წელი მოდის და ეხლა გაიგო ქართულმა ოცნებამ, რომ თურმე ხალხს უჭირს და შია და გაჭირვება არის და თურმე ამაზე უნდა იზრუნოს და აი ეს კორუმპირებული ჩინოვნიკები და ეს ნაძირალა ხალხი ესენი იყვნენ ყველაფერში დამნაშავეები და აი ახალი წლიდან მაგათ მოეხაზებათ ყველას და მაგათ რომ მოეხაზებათ მერე წავა კაი ცხოვრება ყველაფერი და ამიტომ საახალწლოდ შეებრძოლებიან ახლა ფასების ამბავს დაიწყებენ და თავადვე დგამენ სიუჟეტებს აი ელემენტარულად აი ხალხო რაშია საქმე იცით როგორი დაცინვა არის და როგორ ჭურში არის ქართული საზოგადოება დღეს თვითონ ქოცების არხზე ვნახე იმედზე გასული სიუჟეტი ეს ჩამოყალიბებული სირი მისი წამყვანი მარგველაშვილის მარჯვენა ყვერი იყო თავის დროზე და ლანძღავდა ხელისუფლებას ახლა პირველი გამправებელია ეგ პროპაგანდონი და აჩვენებს ამ ყველაფერს დარღვევებს თვითონ ზეპირად რო იციან ყველაფერი რა ხდება როგორ ხდება და საქმე რაშია იცით პროდუქტების ბიზნესი საარსებო ბიზნესი რაც ადამიანის საკვებს ეხება 18 მილიარდის მოგება აქვს თურმე მარტო 18 მილიარდის აი წარმოგიდგენიათ გაშიმშილებულ გაძვალტყავებულ აი რა ვიცი მე რანაირად გინდათ ბიჭო ამერსული ამოხადოთ ბენზინის ფასები ცეცხლის კიდება არის დენის ფასები ცეცხლის კიდება არის კომუნალური გადასახადებებზე ლაპარაკია ჯარიმებზე ლაპარაკი არა საჭმელი საარსებო ადამიანმა რომ საჭმელი ჭამოს ბიჭო თუ გაწყდა ადამიანი ფიზიკურად თუ გაგიწყდათ მოსახლეობა არ გეყავთ ვინ აგირჩევთ ბოლო და ვინ გეყოლებათ მაგრამ ამათ ეს არ აინტერესებთ კაცო თავის 15% დარჩეთ და დანარჩენი ქართველების ადგილს დაიკავებენ სვარჯულის ადამიანები და ოცნებას მიცემენ კაცო იგენი ხმას არანაირი პრობლემა არ იქნება ეს ხო და აზე ხართ პროსტა აი 18 მილიარდის თურმე მოგება მარტო 9 თვეში და ეს ხო არა მარტო წლევანდელი წლის ამბები გააჩნიათ აი ამ საკვე პროდუქტზე გაჭირვებული აღატაკებული ქართველების ჯიბიდან ამოტყავებული ფულით და ამას ამბობენ თვითონ ხალხო აზე ხართ ახლა წარმოგიდგენია თქვენ მთელი ამ წლების მანძილზე რამდენი 18 მილიარდი არის ასე ამოღებული და გამოძვალტყავებული ქართველი ერისგან და ვინმე საერთოდ როდესმე ამოიღო ხმა ვინმე ახსენა როდესმე ერთი პარტია მაჩვენეთ ერთი აქცია მაჩვენეთ ერთი რაიმე მაჩვენეთ იმის ფასი იმის მსგავსი რომელიც ერთეული ადამიანების გარდა ამ საქმეებზე იღებდნენ ხმას ერთხელ მახსოვს უკაცრავად უჭირს რაღაცა ინტერნეტ წვეტა არის შეიძლება ბლოკირება ხდება ეს როგორც ჩვევიათ ამათ თუ არა ვიცი 5G ინტერნეტზე რა წვეტა უნდა იყოს იმდენი ლაივი არ მოდიოდეს ხო და თემო ბოკელავაძეს და ეს არჩიბალდ მეკეშიროა და ერთეული ადამიანები იღებდნენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ხმას დანარჩენს საერთოდ არ ქონია ამის პრობლემა არასდროს რატო აი ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო თავიდან ბოლომდე არის ერთი სისტემის იმ ნაცების იმ ქოცების აი ამათი ბოზნეს ჩინოვნიკების ბიზნესი არის ეს ყველაფერი და აქამდე მთელი სოფლის მეურნეობა გაანადგურეს იმის გამო რომ თვითონ დამჯდარიყვნენ იმპორტზე და ქართველ გლეხს და ქართველ კაცს ელემენტარული არ მისცეს იმის საშუალება რომ საკუთარი ერი და საკუთარი ქვეყანა ეკვება მის სოფელში და მის ქვეყანაში მოწეული ელემენტარული საკვებით და რაში ჭირდებოდათ იმიტომ რომ მე ამ 18 მილიარდს ვინ ჩაიდებდა ჯიბეში ხო აი წარმოგიდგენიათ როგორი ფაშიზმი არის აი როგორი ფაშიზმი არის ქართველი ერის მიმართ გაჩაღებული
აი უბრალოდ თუ აკვირდებით ამ ყველაფერს გამაოგნებელი კორუფცია არის ხო საქართველოში ფულის გათეთრებებით იმითი რა ქვია ატკატების აღებებით იმითი რა ქვია ფასებით საწვავზე აი ყველანაირი მხრიდან რომ ამოხადონ ხალხს სული ბიჭო იმდენი მაინც როგორ მე უკვირს ზოგიერთ რომ რატო გარბის ქვეყნიდან ხალხი რატო აი როდესაც საფრანგეთი რომელიც ერთ-ერთი უძვირესი ქვეყანა არის ევროპაში როდესაც საფრანგეთზე მეტი ძვირი იქნება წყლის ფასი პურის ფასი ბრინჯის ფასი ლობიოს ფასი რაღაცის ყველაფერი რო ევროპის ერთ-ერთ უძვირეს მე ამბობ საერთოდ უძვირეს ქვეყანას მე აღარ მაქვს საუბარი იქ გერმანიაზე მაგალითად რომელი მაშიც ლამის 64 არის იმ ევროში ინდექსირებული ფასებით რომელიც ახლა დევს გერმანიის მაღაზიებში მე მოხვდები გერმანიაში და უბრალოდ გადავიღებ მაგას და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ვიდრე საქართველოში აი რადონის ფაშიზმია რა აღარ მაქვს საუბარი იქ ალკოჰოლზე აღარ მაქვს საუბარი იქ სიგარეტზე თურმე ეხლა რო სიგარეტს კიდე მოუმატეს ფასი და თურმე ხალხზე რო ზრუნავენ ეს დედამოწყნულები ხალხზე რო ზრუნავდნენ მაშინ ფასები და ესენი უნდა დაწიონ მაგრამ რაში იყო ხალხო იცით საქმე და რაშია საქმე რეალურად ეს ხალხი იყვნენ ამ ბიზნესში და ეხლა მიდის წილების ასე რომ ვთქვათ გაყოფა გადანაწილება გადმონაწილება და ტიპიური დანაშაულებრივი სქემა რომელიც ევროპიდან ელემენტარულად მოდის იმაზე იაფად ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ელემენტარული 3 ევროიანი ყავა საქართველოში მაგალითად აი ელემენტარულად რო ვთქვათ ღირს 40 ლარი შემოვიდა საქართველოში გამოიარა საბაჟო ყველაფერი აქეთ იქეთ გამბაჟდა რაღაცა იმაში და უკვე შემოტანილი პროდუქცია მაღაზიაში რომ მოვიდა გადის 200 და 300%-იან მოგებაზე და ვისი იყო ეს სადისტრიბუციო კომპანიები ვისი იყო ეს არაფლის მაქნისი მუწუკი რო არაფერს არ ქმნის ეს კომპანია უბრალოდ მოკიდებენ პორტიდან და მიიტანენ მაღაზიამდე ამ ყველაფერს ვისი იყო და აი ამ ლილუაშვილების იყო აი ამ იმისი რა ქვია ახალაიების იყო აი ამ 41 კოცი რო ყავდათ მილიონერი 41 ესეც სიმბოლურად დამთხოვული პარლამენტში იგივე წილოსანები და მთელი ეს სანაგვე იგივე ეს ჭყონიები და აი ეს ფაშისტები რომლებსაც ქართველი ერი ბიჭო მაინც ასე როგორ გეზიზღებათ მე მიტო ვამბობ რომ ესენი არც ერთ ქართველები არ არიან რა ამათ საერთოდ ქართველობასთან არაფერი არ აკავშირებთ იმიტომ რომ არ შეიძლება იცი როდესაც რაც არ უნდა აი რა რამდენი უნდა იშოვოს ადამიანმა იმისთვის რომ უბრალოდ შეხედოს ქუჩაში მშიერს გაჭირვებულს და გაზვალტყავებულს და შეეცოდოს და თქვას მოდი მე თუ ეს წლებია შოულობ 10 და 20 მილიარდს ახლა ვიშოვი 19 მილიარდს და ამ ხალხს საჭმელს მაინც მივცემ სიტყვაზე ვამბობ არა ძმაო მაშინ ეს ხალხი უნდა გეზიზღებოდეს ამ ხალხს უნდა მოუწყო იგივე გოლოდომორი რაც თავის დროზე მოხდა უკრაინაში ირლანდიის შიმშილობა რაც თავის დროზე დიდმა ბრიტანეთმა გაუკეთა ირლანდიას და შიმშილით ამოწყვიტა მოსახლეობა და აიძულა ირლანდიიდან წასულიყო აი ესეთი საზიზღარი ადამიანების ხელში არის ბოზნესი ეხლა გადახედეთ ვინ არიან ეს ბოზნესმენები თქვენ თვითონ ზოგი ქართული გვარებით ზოგი არაქართული გვარებით ზოგი ძირითადი ეს სამევახშეო კომპანიები სულ ამ ებრაული ჯგუფების ხელში და ამათ ხელში და შეჭმული არის ქვეყანა ახლა გაახსენდათ თურმე 13 წლის თავზე რომ თურმე 18 მილიარდი არაფლიდან თურმე სადისტრიბუციო კომპანიებმა მიიღეს და ელემენტარულად ბიჭო სულ იმის ფიქრი მიჩნდებოდა რომ აქ საფრანგეთში მაგალითად ხო ეგეთი სიტუაცია ხდება როდესაც აი გინდათ იმ ჩვენ გაჭირვებულ ქართველობას რომლებიც ჩამოვლიან და ამეთანხმება ალბათ ძალიან ბევრი რომლებსაც აჭმევენ და ასვევენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები იქ ხდება ელემენტარულად ესეთი რაღაცა რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას და სუპერმარკეტებს აქვს დადებული ესეთი ხელშეკრულება რომ რაღაც პროდუქციას რომელიც ჭარბად რჩება მაღაზიაში ერთი თვე რო დარჩება იმას რომ ვადა გაუვიდეს მოაქვთ და ეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია არიგებს ამ საჭმელს სანამ ვადა გაუვიდოდეს აი ესე გაჭირვებულ ხალხზე იგივე დევნილებზე იგივე
თავშესაფრის მომთხოვნები ვინც არიან და თვითონ ფრანგებიც ვინც არიან გაჭირვებულები იმათზე რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე მოშიებული ადამიანი ახლა მაგას აღარ უყურებს ერთი თვე აქვს დარჩენილი თუ რა აქვს დარჩენილი და არც შეურაცხყოფა არა იმ ადამიანის ეს ყველაფერი და არც კანონის დარღვევა არის და ხო შეიძლებოდა მსგავსი რაღაცა საქართველოში მომხდარიყო ხო შეიძლებოდა ოდესმე ვიღაცას გაჩენოდა მსგავსი სურვილი როდესაც ქვეყანაში სადაც 55,000 ბავშვი შიმშილობს აბსოლუტური ერის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა გაქცევაზია მოდი ბიჭო რაღაცა გრჩება მაგის ღმერთი არ იქ მაგრამ რაღაცა კონსერვი გრჩება ტონობით უნდა გადავყაროთ და უნდა დავმარხოთ და რაღაცა სადღაც უნდა წაიღო მოდი ერთი გავაკეთოთ რომელიმე ჰუმანიტარული რაღაცა ქსელი გადაყრას ჯობია ადამიანმა ჭამოს არასდროს არავის არ ქონია საქართველოში ამის სურვილი არც სახელმწიფო დონის პირებს არ უფიქრიათ ამ ყველაფერზე რატო იმიტომ რომ ფაშისტები არიან იმიტომ რომ ეზიზღებათ ქართველიერი იმიტომ რომ ქართველიერი უნდა ამოწყდეს უნდა გაწყდეს სული უნდა გაძვრეს და აი ელემენტარული შეხედეთ ბიჭო ეხლა როდესაც ეს ახლა ლილუაშვილზე რო ატყდა ერთი ამბები და მომზადებია იმას შავნოდარას ესა სიუჟეტი გუშინ ლამისაც რემლები წამომივიდა ესენი ხან ლანძღავენ ხან აგინებენ იმიტომ რომ ერთი სისტემაა თავიდან ბოლომდე ხო და აი შეხედეთ ელემენტარულად თვითონ ესენი როგორ მოიხმარდნენ ხალხის ფულს აი ელემენტარული აიღეთ ესე იგი მამის ღმერთი არ იქნა რა პრემიებში და დანამატებში გაცემული აქვთ 619 მილიონი რესტორნებში მარტო რესტორნებში ამ შიერ ამ გაზვალტყავებულ ქვეყანაში 3,100,000 აქვს დახარჯული აი და სუსზე ელემენტარულად გაცემული პრემიები 115 მილიონი და ზევით მიდის აი ახლა ამ ხალხს რო აბარია ხალხი ერის და ქვეყნის ბედი და მე გამოგივა ვიღაცა დედამოტყნული ისა ბიზინამადიდებელი შეპყრობილი რაღაცა დედამოტყნული იდეოლოგიით და დაავადებული ბიზნესის ვირუსით და თუ აგინებ ქართულ ოცნებას მეც მეხება ჩემი ძმა და ბიზნესნაირი კაცია არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე და შეგაგინებ კი არა ბიჭო ტყვია გაქვს ასროლი შენს იმ შენ ბიზნესაც ამ ორ სირსაც იმ ჩიჩილაკასაც სარი უნდა გაგთხარონ ტრაქში და პირში უნდა მოგივიდეთ თქვენ ქართველი ერის გენოციდისთვის და არაფერი ამათ არ აინტერესებთ ეს ბლეფია ეს ყველაფერი ეს ჩვეულებრივი წილების გადანაწილება მიდის და ეს ხდება ხალხისთვის ხალხი ისეთ რაღაცეებს ითმენს და ხალხს ისეთი რაღაცეები აქვს მოთმენელი და ხალხს იმდენი რაღაცეები აქვს შერგებული კოჰაბიტაცია იყო არ იყო ესა რა ქვია მურუსიძე ობანა ეს მარტო ამათ დროს და ისე ზოგადად რაც ქართველმა ერმა შეირჩინა ეროვნული ხელისუფლების დამხობა კანონიერი პრეზიდენტის მკვლელობა სულში აფხაზეთის დაკარგვა სამაჩაბლოს დაკარგვა 2008 წლის ომის მოღალატეები ყველაფერი შეირჩინა ამ ერმა და რატო არ გაუკეთებენ მაგრამ მე ამ დედამოტყნულების მიყვირს მე ამ ბოზიშვილებზე რომ ელაპარაკებიან რომ თურმე გადასარევი და ღმერთის გამოგზავნილი ადამიანები არიან აი უბრალოდ გული აგერევა აი დედას გეფიცები აი შეხედეთ რა მე გამოვა ეს შეხედეთ ეს გადამაწყდა ერთი ეს მინდოდა გამიზიარებია გამოვა ეს დედამოტყნული კომუნისტების დროიდან მოყოლებული ყველა პროპკას მორგებული ბოზიშვილი წამპალი ნარკომანი ამის დედა შევეცი სახეზე რო აწერია ამას რა უნდა ამას სახელმწიფო თანამდებობებზე რა უნდა პირზავარნილ ნარკომანს ხო და არ შეიძლება ქვეყანაში ისეთი ბიზნესი ბოგინობდეს რომელიც შეჭირვებული ფენის ჯიბით სარგებლობდესო და ამით მდიდრდებოდესო ისე შენი გამზდელი მოვტყან ვოლსკი და ისე თქვენი ქოცების დედა შევეცი რაც მთელი თქვენი არსებობა ამ გაჭირვებული ხალხის ძარცვით ტყავებით ფულის შოვნით და თქვენი უჯიშოს თანამომავლობის მოვლით აქვს გაკეთებული თქვენ ბიჭო რა უნდა გელაპარაკოთ ადამიანი თქვენ რა ცხოველები ხართ ცხოველებიც არა ხართ ბიჭო ცხოველებიც არა ხართ აზზე ხართ ხალხო წარმოიდგინეთ 18 მილიარდი ეს უბრალოდ გაყავით ეს ფული გაყავით ახლა 3 მილიონზე და მიიღებთ თითოეული მოქალაქის ჯიბიდან რამდენი აქვს ამათ ამოღებული ხო და ეს ემიგრანტები კიდო
რო აგზავნით ვიზი ამ ფულს საქართველოში და რო აგზავნით და არასდროს რო არაფერი რო არ შველის და ამიტომ არ შველის არაფერი იმიტომ რომ მაგათ ჯიბეებს ავსებთ და მაგათი კეთილდღეობისთვის ზრუნავთ და თქვენი ოჯახის წევრები ყავს მძევლად სისტემას აყვანილი ხო და გავალდებულებთ რომ ის რაც სახელმწიფო უნდა შეუქმნას მოქალაქეებს თქვენ გავალდებულებთ რომ შეუქმნათ და მერე თქვენ კიდე იმას გეუბნებათ არჩევნებში მისცემის უფლება არა გაქვთო გამორიცხული თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართო საერთოდ ხო და იმას გამადლიან კიდე რომ მოკვდებითო სახელმწიფოს ხარჯითო აქ უნდა ჩამოგასვენოთ და დაგასაფლავოთ აი ახლა ესეთი საზოგადოება და ესეთი ხალხი რომელიც ამას ითმენს არსებობის ღირსი არის არ არის მე თუ მკითხავ ნამდვილად არ არის ამის მომთმენი საზოგადოება არსებობის ღირსი და თავისთავად ხდება აბსოლუტურად ლოგიკურად ყველაფერი ის რაც უნდა მოხდეს ამას რომ ერი მოითმენს იმ ერს მომავალი არ გააჩნია და აი დააკვირდით ახლა ვინც ინფორმაციას ვინც გაწვდით თუ როგორ ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობთ მე არ ვამბობ ეს მე არ მაქვს საუბარი იმაზე იმედზე და რუსთავიორზე და ტევე პირველზე და ამაზე და იმას ნახდათ არ მაქვს ამაზე საუბარი მაქვს სახელმწიფო ტელევიზია რომელიც არის ხალხის ფულიდან გადახდილი ჯიბით ვინც ფინანსდება და ვინც იღებს ფულს აი დააკვირდით ახლა საზმაუს დირექტორის ხელფასი რამდენია საქართველოში 15000 ლარი 15000 რატო აქვს 15000 ლარი ხელფასი რატო აქვს იმიტომ აქვს რომ ეს გაშიმშილებული და გაძვალტყავებული ადამიანები დააქლიაოს დაადებილოს დააშტეროს ცრუ ყალბი ინფორმაციები შეთხზას და ტენოს ამ ხალხს თავში რომ ბუნტი არ მოხდეს რომ ხალხის ტვინამდე არ დავიდეს ის ელემენტარული რომ ნაცია თუ ქოცია ეს რეჟიმი შენი მტერია ეს შენი მტერია და ეს შენი მტერი რეჟიმი განადგურებს შენ და მომავალი არ აგაქვს აი ამაში აძლევენ ამ ინფორმაციის მართველებს, იმიტომ ვინც მართავს ინფორმაციას, ის მართავს პროცესებს, ინფორმაცია ყოველთვის იყო ძალაუფლების საშუალება, ელემენტარულად ვინც აი რამხელა ძალა აქვს ახლა ინფორმაციის მართვას, აი როტშილდების ერთ-ერთი ცნობილი აფიორა არის ესეთი, რომ როდესაც ვატერლოუს ბრძოლა ხდებოდა აქეთკენ ბრიტანეთის სამეფო კართან დაახლოებული და იქეთკენ ნაპოლეონთან დაახლოებული ხალხი ესენი იყვნენ ორივე ისინი ბიზნესმენი ფულიანი ხალხი იყვნენ და თავისი კლანი ჰქონდათ და ინფორმაციას პირველი ღებულობდნენ ვინ მოიგო ვინ წააგო ომი და როდესაც დამარცხდა ნაპოლეონი ვატერლოუს ბრძოლაზე ინფორმაცია რომ გადააწოდეს რომ წააგო ნაპოლეონმა ომიო ამას ისეთი პანიკა დათესა ინგლისში გამოაცხადა რომ ომი მოიგო ნაპოლეონმაო და ატყდა ერთი ისტერიკა წივილკივილი მაშინდელი კომპანიები კაპიკებში დაიყიდნენ და იყიდა თვითონ და მეორე დღეს მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნაპოლეონმა კი არ მოიგო ნაპოლეონმა წააგო ომი ხო და უკვე აღარაფერი აღარ შველოდა იმისი როტშილდების ჯიბეში იყო ჩადებული მთელი ის საფონდო ბირჟა აი ამხელა ძალა აქვს უბრალოდ ინფორმაციის მართვას ახლა ელემენტარულად რო თქვა და მასის მიმართებაში მართვაზე ახლა აღარ მაქვს საერთოდ საუბარი რასაც ამბობდა გებელსი რომ მომეცით ცნობა საინფორმაციო საშუალებებზე ნებისმიერ ერს ღორისკოლტად ვაქცევთო და აი ღორისკოლტად ქცეული ეს დედამოწყნული ნაცქოცობა და ახლა ნაცობა რაც იყო ყველა მიცის მაგრამ ეს გაქოცებული ნაცობა და იმას აყოლილი ვითომ არაქოცები და იმას რო იძახიან რომ ლიშბი მიშარ მოვიდეს და არა ქოცები ჩვენ არა ვართ მაგრამ ბიძინას ვალი აქვს მთელ ერს ეს დედამოწყნული ხალხი რა ვალი აქვს ამ ქართველ ერს ამ დედამოწყნული ურიასი ხემაინც გამაგებიოს ვინმე ხო და აი ეგეთი ბიონაგავი ხალხი ზიან და მართავენ ამ პროცესებს რა ამაში არის მთელი უბედურება და ამის გაგება არ უნდა საქართველოში ურჩევნიათ ასე მოტყუებულად ჩანდნენ და სხერპლებად გამოჩნდნენ, იმიტომ რომ თვითონაც თანამონაწილეები არიან ამ ყველაფერში რა. სიმართლე არის ეს, ასე რომ რაც შეეხება ამ ფასების დაკლებას, ესა 2x2 4, ეს სადისტრიბუციო კომპანიები, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიების მთელი ამ ხნის მანძილზე არაფელში, პარაზიტულად ტყავებდა ქართველ ერს და იდებდა ფულს ჯიბეში და ცეცხლის ფასი უყიდია იმას. ეს არის
ნაცქოცური ბიზნესის და შეთანხმების ამბავი ხდება ახლა მათ შორის წილების გადანაწილება ხდება ამ ყველაფრის გაყოფა რაღაცა ილუზორულად მოხდება რაღაცა ფასების დაკლება არა ისე როგორც სერიოზულად უნდა მოხდეს და შესწავლილი უნდა იყოს და ფასნამატის რეალური ფასნამატის დამატება უნდა მოხდეს საქართველოში რაღაცა კოსმეტიკური გაკეთდება და გამოვა მე კოცი და იტყვის რომ ზრუნავს თურმე ქართველებზე და ქართველიერის ბედზე რომ აი რამხელა გაბერილი ბიზნესები რომელიც ნაცების და ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკების ხელში იყო ეს დანაშაულებრივი სქემა მე შედედამოწყვნო ამდენი წელიწადია ყოფილი ხელისუფლების ბიზნესმენები რომ ამ დანაშაულს ჩადიან ეს შენი სუსი და ეს შენი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სამსახური რო გაქვს და კონკურენციის სააგენტო რო გაქვს რომელმაც ზეპირად იცის სად რა ხდება და როგორ ხდება სადედის ტყნაში და მამის შიმშილში იყვნენ ამდენი ხანი რატო არ გაგახსენდათ ეს არც ერთ არჩევნებზე არც ერთი პარტია არასდროს ამაზე ხმას არ ამოიღებდა არც ერთი პოლიტიკოსი ამაზე ხმას არ ამოიღებდა იმიტომ რომ ყველა მართულია ყველა აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ვინცა ყველა მართულია ერთი სოციალური თემატიკა არ გაშუქდებოდა ქვეყანაში იმიტომ ზემოდან არ ქონდათ ბრძანება ახლა ყველა მომოიღო ხმა ახლა ყველა დაიწყებს ლაპარაკს ფასების ამბებზე და იმიტომ ახლა 100-ია საჭირო აჰა უყურეთ ბატონო და ღმერთო და ალოცე ბატონი ბიძინა აი ხო ხედავ ამდენი წელი მიდიოდა და როგორც იქნა მივიდა ფასებთანაც რა და აუცილებლად ბატონი ბიძინა დაამარცხებს ამ ქვეყანაში კორუფციას და აუცილებლად გაიაფთება და ახლა მოვა კაი ცხოვრება ახლა მევიდენ 13 წლის თავზე ახლა მოვიდა კოცმოძრაობა ხელისუფლებაში ეგა სხვა რამის გამო ზვიად გამსახურდია არ მოუკლავთ სხვა რამის გამო არაფერი სხვა მიზეზი არ ყოფილა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ის რაც ხდება ქვეყანაში ეს არ უნდა მომხდარიყო ამას ეწინააღმდეგებოდა აგერ არის მითითებული მაქვს ლინკზე ფილმი ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით ყველაზე ობიექტური ყველაზე რეალური დინების საწინააღმდეგო თქვია შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ წლების მერე მოხდა ეს გაანალიზება და რაში არის ეს ყველაფერი იცით რაში იყო საქმე ცხონებულ ზვიად გამსახურდიას შეთავაზე სამი ძირითადი რამ ეს იყო პირველი მიწის გაყიდვა რომელიც აი ახლა წარმატებით ხდება და 1000 რჯულის ადამიანს აქვს ნაყიდი ქართული მიწა მეორე ეკონომიკური დანაშაული აი ზუსტად ის პრიხვატიზაცია, ქართული ეკონომიკის განადგურება, სოფლის მეურნეობის განადგურება, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება, შექმნა ესეთი პარაზიტული ფაშისტების, რომლებიც საკუთარ ერზე მილიარდებს იშოვიდნენ და საქართველოს თავისივე ხელით დაანგრევდნენ და მესამე ამბავი იყო ეს უკვე სულთა იდეოლოგიური საკითხი იყო ეროვნების და მამის სახელის ამოღება ეს იყო შემზადება სამომავლოდ იმისთვის, რომ საქართველოში უსქესო, უეროვნებო, რა ვიცი, ყოველგვარი უთი შესაძლებელი ყოფილიყო ნებისმიერი სქესის და კანისფერის და რჯულის ადამიანი გამხდარიყო საქართველოს მოქალაქე. და იტყოდა, რომ მე მოქალაქე ვარ საქართველოს და ფეხებზე მკიდია. ცხონებულის პასუხი იყო შემდეგნაირი, მიწა ეს არ არის ვინმეს კონკრეტული საკუთრება, ეს არის ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა, ეს არ არის რესურსი, ეს არის საკრალური კუთვნილება ქართველი ერის, რომელზეც დროებითაც სტუმრები ვართ ჩვენ ყველა, მისი გაყიდვის უფლება არავის არ აქვს, არც მისი ყიდვის უფლება არავის არ აქვს. ეს ერთი, რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ეკონომიკურ საკითხებში მთელი ეს ქარხნები, მთელი ეს წარმოება ყველაფერი რაც საქართველოში არის შექმნილი ამ ხნის მანძილზე, ეს არის ქართველი ერის შრომით, ჯაფით შექმნილი ეს ყველაფერი, არ შეიძლება ის იქნას მიყიდული და გადაცემული ვიღაცა სხვა რჯულის ადამიანებზე ისე რომ ხალხს არაფერი შევეკითხოთ. არის ამ ინვესტიციების წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ 51% ქართველ ერს და 59%-ში ინვესტიცია ჩადევითო და რაც შეეხება ეროვნებასო და რაც შეეხება მამის სახელსო
ნუ ეს არ გააჩნია ცხოველსო და ნუ ეს ყოფილა თურმე დინების აღმასიარული. მე რო გამოვლიან ეს დედამოწყულის შვილები და დასავლეთს როგორ ლანძღავ, როგორ აგინებ, დასავლეთი იყო, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა. დასავლეთი იყო. ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპა. ხო, მალე უფასოფული იქნება. უფასოფული ახლაც კი რაღაც. გააჩნია ვისთვის. ხო. გაუკეთეს ქართველი ერთს ეს ყველაფერი, ეს იყო ქართველი ერის მიმართ შექმნილი შეთქმულება თავისი აგენტურით, თავისი მონებით. მორჩა დამთავრდა. იქ რუსეთშიც ამათი მონა იჯდა, საქართველოშიც ამათი მონა იჯდა და ეს კიდე არ აკმარეს. ეს კიდე არა, ეგ არა საკმარისიო. და ახლა საბოლოოდ განადგურებისთვისო ქართველიერი და რუსიერი ერთმანეთს უნდა გადაკიდოთ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაცო და მთელი ამ ხნის მანძილზე ხოცვა-ჟლეტვა და წვეტვა გაკეთა მართლმადიდებელი ორი ერის და მივედით აქამდე სამდეც მივედით. ის დიდი ერია და რაოდენობრივად და გადაირჩინა თავი და გავიდა და გამოუჩნდა იმას ასე თუ ისე პატრონი ცუდია თუ კარგია რუსერს გაქრობის პრობლემა არ გააჩნია და ქართველებს გაქრობის პრობლემა ნამდვილად უდგას ყველანაირად და ისევე ქართველების ხელით. ხო. მივიღეთ ის რაც მივიღეთ და ვინმე მტყვილა ნულაპარაკობთ ამ ღალატში მონაწილეობდა ანაფორიანი, უანაფორო, ინტელიგენტი, ისა რიგითი, სულ ყველა მონაწილეობდა. სოციუმის ყველა ფენა მონაწილეობდა. ყველა მონაწილეობდა. ზოგი დუმდა. აი მივედით აქამდე, ასე რომ დავჯდეთ ახლა და უყუროთ ამ საახალწლო ზღაპრებს. ჩემ ბავშვობაში კოჯრის წყის ზღაპარი გადიოდა და ახლა არ ვიცი ამას რა დავარქვა, ამას ოჩოპინტრეს წყის ზღაპრები ქვია ალბათ. ბატონი ბიზნეს სარდლობით და თამადობით და ღებულობთ ამას, რასაც ღებულობთ. მე რატო ვარ ფაშისტი? მე რატო ვარ ფაშისტი, რო ვამბობ იმას? რაც არის? ბიჭო, ხალხს გონია, რომ ფაშიზმი ეს არის მანდამაინც რაღაცა ნაციონალიზმის გაგრძელება და განშტოება და რასაც ჰიტლერი აკეთებდა, რომ აი გერმანელი ერის იქეთ არავინ არ უნდა ყოფილიყო და ეგეთი რაღაცები. საერთოდ არაფერ შუაში არაა ფაშიზმი ეთნიკურ კუთვნილებასთან და ნაციონალიზმთან. ნაციონალიზმის ყველაზე დიდი მტერი არის ზუსტად ფაშიზმი. ფაშიზმი არის სულ სხვა რაღაცა. ფაშიზმი არის, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა რომელი იდეოლოგია იქნება, საპირისპირო აზრის და საპირისპირო სოციალური ჯგუფის მიმართ იჩენ დაუნდობელ დამოკიდებულებას და ანადგურებ მას. და არანაირი სიბრალური არ გაგაჩნია მის მიმართ. და ეს არის ფაშიზმი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ლიბერალური ფაშიზმი იქნება, ნაციონალისტური ფაშიზმი იქნება თუ ნებისმიერი რამ. საერთოდ ფაშიზმის განმარტებაც არ იცის ამ ხალხს. ბაში აჩუკი არა ის გამოჩნდება ქალბატონო ნელი. ერთი რა მაშინდელი საქართველო და ახლანდელი საქართველო ერთმანეთიდან ცადა დედამიწასავით განსხვავდება. ძალიან ბევრი მიზეზისგან გამომდინარე და იმ კატეგორია ადამიანებს კიდე როდესაც იძახიან ვაიმე როგორ აკლი ხარ საქართველოს ზვიად, ვაიმე როგორ აკლია საქართველოს ზვიად გამსახურდია და ესე შემდეგ. და საერთოდ რა პატრიოტებზე რომ იდგება საქმე, რომლებიც ისევე ქართველების ხელით მოკლეს და მოიცილეს. ხო და არ ჭირდება. ეს ხალხი არ იმსახურებდა. ეს ხალხი არ იმსახურებდა პატრიოტებს, ეს ხალხი არ იმსახურებდა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანების მიერ მართულ ქვეყანას, ესენი იმსახურებდნენ შევარდნაძეს, ესენი იმსახურებდნენ სააკაშვილს, ესენი იმსახურებენ ივანიშვილს. დიახ, ასე არის აბსოლუტური მასა, უმრავლესობა ამ ყველაფერს იმსახურებს. რა თქმა უნდა, ის წესიერი ადამიანები ცოდვა, რა თქმა უნდა, ის წესიერი ადამიანები რა თქმა უნდა, მეწოდება მე პირადად და რასიზმ ამ ძიმე დროებაში
მოგვიწია ცხოვრება, ამ ყველაფერს ხედავდეთ და აღვიქვამდეთ, მაგრამ თუ კი ყველაფერი უმრავლესობით და უმცირესობით წყდება, უნდა ვაღიაროთ, რომ უმრავლესობა ყავს ბედნიერი ერის ილიას ბედნიერი ერის შვილები, რომელ ხალხსაც სულ ფეხებზე კიდია ეროვნული ღირებულებები. საერთოდ არ აინტერესებს. საერთოდ ფეხებზე კიდია. და აი აქ უამრავ ზიზღს და სიძულვილს ადამიანები იჩენენ ადამიანების მიმართ, რომლებსაც არაფერი მათთვის არ დაუშავებია. არაფერი არ დაუშავებია. და იმათ გამო აკეთებენ ამ ყველაფერს, ვინც ეს ქვეყანა გაანადგურა. ამას ყველაფერს ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით საქართველოში ვიყავით თუ საქართველოს გარეთ, მთელი ეს ეგზალტირებული ბრბო, ამათი ქოცი დედაშევეცის უყველასას, ამათ მოუტყან ქოცი დედისტრაკი მე, ყველა გამოდიოდა და იძახდა იმას, რომ შენ გაბოროტებული ხარ, შენ ბოროტი ხარ და შენ გაბოროტებული რო ხარ, ამიტომ გშურს ბიძინასი, ამიტომ შენ ქვეყნის წინსვლა არ გინდა, ამას როგორ ამბობ ღარიბაშვილზე, ამას როგორ ამბობ ლილუაშვილზე, ამას როგორ ამბობ შენ თავდაცვის მინისტრზე ბურჭულაძეზე, ამას როგორ ამბობ ქართულ ოცნებაზე. ეხლა როდესაც საქმეზე მიდგა და აღმოჩნდა ის, რომ თურმე ბიჭო, თურმე, ესე იგი ნაცმოძრაობა, ისა ტევ პირველი და ესენი მართლები ყოფილან, როდესაც ამაზე კორუფციულ სიუჟეტებს ამზადებდნენ და ეს რო ასე იყო, ამას ორი წყალი არ გადიოდა, მაგრამ თუ რამეს ეტყოდი ამ ხალხს, გეტყოდნენ, რომ აი ნაცების გავრცელებულ საინფორმაციო არგუმენტი აქ არ გამოგვადგება. აფეშვაში არ იყო ნაცობა იქ. ტევ პირველი ზოგადად ეს საქართველოს უშიშროების პროდუქტი იყო. 24 საათი თვითონ უშიშროებაში სამ ტელევიზიით მართავდნენ ყველაფერს და იქ რაც იქნებოდა, ხო? თვითონ უშიშროება ახდენდა ამ ყველაფერს. მაგრამ შენ ამას გეუბნებოდნენ. და ეხლა როდესაც საქმეზე მიდგა და მიმდგარ საქმეზე, როგორც ვხედავთ ჩვენ, რომ თურმე ის შავნოდარას სიუჟეტები, რომელიც სიუჟეტებიც იყო მომზადებული სუსის დოკუმენტებით, სხვა ბევრი რაღაცებით და ასე შემდეგ, მართალი რო აღმოჩნდა. ახლა თვითონვე რო წაუყენეს ბრალი და ბრალდება, ახლა ეს დედამოტყნული ხალხი არის გაჩუმებული და ვაიმე პირი გვაქვს დაღებული და ვაიმე დედა ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო, ეს რა ამბები მესმის ქართულ ოცნებაში რა ყოფილა, მაგ პირში რა სხვა რაღაცა გაქვს ჩასადები რომ დაგებუწოთ, ვინც ამას იძახით. ო, პირი არა ტრაკი არ დაგჭეთ ღია თქვენ დედამოტყნული შვილებო თქვენ. ეტყვი რამეს და როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა კაცო. მიიღო ის საზოგადოებამ, რასაც იმსახურებდა. დაჯექით ახლა და თურმე ნოდარიკო მელაძის შაბათის შოუ ყოფილა მართალი ყველაფერში. უყურეთ ნოდარიკო მელაძის შაბათის შოუს. ამას თურმე საქართველოში ხალხო, თურმე ჩვენთან ხალხმა, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს შეცვალა და დაამარცხა და ქოცებს ჩააბარა ხელისუფლება, თურმე ნოდარიკო მელაძე და ტევ პირველი და რა ქვია, ესენი მართავდნენ თურმე ქვეყანას და ამათ ვეღარ მოერია მე ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. თქვენი დედაშევეცი დიდი ამ პატარიანად რა. ეს ამაზე საზიზღარი ფენომენი. აი ნაცზე ხომ მქონდა აგრესია და რა თქმა უნდა მქონდა და ყველა ადამიანს უნდა ქონოდა აი ნიშისტებზე აგრესია და დამოკიდებულება, მაგრამ აი ბიჭო ქოცისნაირი უსინდისო დედამოტყნული ფენომენი ჯერ დედამიწის ზურგზე არ მოგონილა. აი არ მოგონილა, იმიტომ რომ ქოცი ხვალვე მიშა რომ გამოიყვანოს ბიძინა ივანიშვილმა და დანიშნოს პრემიერ-მინისტრად ან ისევ პრეზიდენტად, ქოცი გამოვა და იტყვის, ხო ასე ყოფილაო საჭირო. ასეაო. რა მოხდა მერეო? მერე რა მოხდაო?
აი ეს ფენომენი არის ქვეყანაში ქოცის ფენომენი. ვიცი ზმაო, აბა სხვა ამ ხალხს რა უნდა უთხრა და როგორ უნდა ელაპარაკო და რანაირად უნდა ელაპარაკო, მე ვერ გამიგია. თავისიანები, ბიჭო, თავისიანები, რომლებიც როგეკითხა, მაგათი ფასი არავინ არ იყო. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, მარგველაშვილი, რკინის გახარია, ესენი და ესენი. ვიცი ზმაო, ეგენის ყველა მოღალატეებიდან აზირალა ხალხი აღმოჩენი. ამიტომ რას გეტყვით, იცით? ერის პრობლემა ბიძინა ივანიშვილი კი არა. ერის პრობლემა არის ეს დამონებული, დაჩმორებული, ყველაფერზე ხელის მომწერი ბიომასა, რომელიც ბიომასაც ფულის გულისთვის ყველაფერს გააправებდა და გააправებს. ახლა აუფრიალებიათ. აი მე ღმერთმა დაგლოცოს ბიძინა ფასები იწევს, დინარაძისნაირი კაცი არავინ არ არის, რა მაგარი ყოფილა. დინარაძე პირწავარდნილი ნაცი იყო თავის დროზე. პირწავარდნილი ნაცი იყო. არიცით რო ასე იყო? ნაცების დროს იყო პროკურატურის აგენტი, სუსის აგენტი ჩვეულებრივად, რომელსაც მიუჩენდნენ ადამიანს, ვისთანაც საპროცესო გარიგება უნდა დადებულიყო. ნახეთ ეგერ თუ არა ესა, გვარამიას რო წამოაძახა ყველაფერი. და მერე იყო? სხვათა შორის 2012-13 წელს იყო ვანო მერაბიშვილის ბიძის პირწავარდნელი ადვოკატი. ოჯახის ადვოკატი იყო, იმიტომ ის ბიზნესი იყო მერაბიშვილის. აი ეს პერსონა იყო და ეს ფენომენი იყო. მაგრამ არა უშავს. ახლა ქოცებშია. და მაგნეირი ნიჭიერი არავინ. აი ამიტომ მოგიტყანთ ქოცებო დედის ხახა. აი ამაკ თქვენ საინფორმაციო წყაროში, თქვენი გარყვნილი, გადაგვარებული 1000 პროპკაზე მორგებული დედა მოვტყან მე და არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად მოგეტყნებათ დედის პროჭი. აუცილებლად. აუცილებლად, ეს დღე აუცილებლად დაგიდგებათ თქვენ. იქნება ეს. და მაგ თქვენი ხალხის ძარცვით და ხალხის წამებით და ხალხის მოტყუებით აღებული ფულები, როგორცაა მონანიებაში შვილები და შვილიშვილები რო ზღვავენ ამ ყველაფერს. აი მე რომ მოგეტყნებათ დედის კუბო, მე არ თქვათ უი რატო გჭირს ეს. აბსოლუტურად ყველა პროგრამას მორგებული, ნანა, აბსოლუტურად. აი ვოლსკი იყო ხო წეხან? ვოლსკისნაირი პროპკა ადამიანი დედამიწის ზურგზე არა. ერთი ზვიადგამსახურდიას მთავრობამ არ მოირგო ეგეთი ჩათლახები. კომუნისტების დროს კომპარტიაზე ტრაკ მორგებული. მერე შევარდნაძეზე ტრაკ მორგებული, მერე სააკაშვილზე ტრაკ მორგებული, ახლა ბიძინაზე ხო საერთოდ ავეცი. ტრაკი აქ თუ რაზვადნოიკლუჩი ვერ გაიგებ რა. არის ასე და შენ უფლება არა გაქვს ეს თქვა. ხლა სამაგიეროდ გამოვა ხუინდრავა და გადაიღებს ფილმს კიდე და დაიწყებს ღირსებაზე ლაპარაკს. და კი არის ასეთი საზოგადოება იმის ღირსი, რომ არაბმა და სპარსმა და იმან შეჭამოთა. დანარჩენმა რა დააშავა იმ მცირე ნაწილმა თქვა. მე მასაზე ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქვს. ძალიან ცუდი წარმოდგენა. კარგი შემოკარგებო, აღარ შეგაწყენთ თავს და ვისაც გაინტერესებთ კიდე ერთხელ მინდა გითხრათ. ხო, ნახეთ ეს ფილმი, პრეზიდენტის მკვლელობის ეს ფილმი და ძალიან ბევრი რაღაცა გახდება ნათელი. ძალიან ბევრი რაღაცა. ცირა ყავთ, კაცო, ცირა ახლა ეს. აჰა, ეს გაინტერესებდა შენ ალბათ, ხო? ეს აგერა. ეს არის ახალი ჯადოქარი. ეს ახალი ნათელმხილველია, ლელაკაკულია დვა. ახალი, რომელიც ესე ხედავს შეუძლებელს, რომ შეძლებს ჩვენი ყაველა
აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიბრუნებს ტერიტორიებს, აღორძინებს ეკონომიკას და დიპლომატიას, აი ეგრე. ამიტომ კოცებო ერთს გეტყვით რა. არაფერი მეტი საქმე არ მაქვს ცხოვრებაში დარჩენილი. არაფერი მეტი საქმე არ მაქვს. თქვენი დედის თქმა და მამის შიმშილი მექნება ყოველთვის. აი, პირადულადაც მაქვს ბოღმა და შხამი თქვენ დედამოწყნულ ბუნებაზე და მოღალატეები ხართ უბრალოდ საქართველოში თქვენ ხართ მხოლოდ და მხოლოდ ღალატში ჩაბმული ადამიანები, ამიტომ მოღალატე რასაც იმსახურებს, ისე უნდა მოექცეს ყველა და ვისურვებ იმას ყველაფერს შევეცდები, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ფიქრობდეს, როგორც მე და მეტი ადამიანი გექცეოდეთ ასე. მეტი ადამიანი. ქოცი ხარ, დედამოწყნული ხარ, ერთი და იგივე. ქოცი ხარ, მოღალატე ხარ, უნდა იცოდე. რატო ხარ მოღალატე? იმიტომ ხარ მოღალატე, რომ ყველაფერს თავი დაანებო ქართული მიწას ყიდის. და არაბს ასახლებს. მარტო აი ამიტომ ხარ მოღალატე, შენი დედა შევეცი მე. აიგა, მორჩა. აღარა აქ უკვე მეტი არაფერი სალავარა. მორჩა, დაჩეს დაანებეთ თავი. ქართული მიწის განყიდველი ყველა არის მოღალატე დედამოწყნული ბოზი. ეს არის ქოცი და მისი გამправებლები. მორჩა, დანარჩენი არ უნდა ამათ არ უნდა გაუგზელო მეტი ლაპარაკი. დანარჩენი თუ გინდა გაუგზელოთ, ყია უნდა დააჭედო შუბში. როგორც მოღალატეს და გადააგდო მორჩა. არ უხსნიან მოღალატეს მეც არაფერს. იმას ვერ იტყვის ახლა. ამათ კი აქვს ნამუსის ძარღვი გაწყვეტილი და გაყიდულ მიწაზე გეუბნებიან არ იყიდებაო და ამდენი 400,000-ით მოიმატა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მაგათი სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით და არაო კაცო ეს შობადობა გაიზარდაო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ მიგვიცია მოქალაქეობა. მაგათ არავინ არ უსმენს. ეგა. ამიტომ ვინც კიდე იქეთ ახართ და ვინც კიდე ბიზნესზე ლოცულობ, დაფიქრდით. ეგა, კარგად ბრძანდებოდეთ ახლა დაგემშვიდობებით.